მე ბანკიდან 30000 ლარი ფული აი გეუბნებით, მაგიტომ ვეღარ მუშაობ, მაგათ რატო? მეორემ გახსნა და 6 ლარი დაადო? 6 ლარი დაადო. კი. რატო? კი, იმიტომ რომ ხელს უსრის დადი შენ 10 ლარი. მოვიდეს და აქედან იაროს 6 ლარად. აი აქედან იაროს 6 ლარად. აი შენ რო ეხლა სახლი ააშენე. ხო. მე უნდა გედავო რომ რატო აშენებ სახლს? რატო უნდა მედავ? იმას სახლი ააშენა, უკანონოდ ააშენა. ხმაური იყო დღეს ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურზე. დაწესებულების თანამშრომლებმა რამდენიმე საათით მუშაობა შეწყვიტეს და ახალი სადგურის შპს პროფესიონალის ფუნქციონირება გააპროტესტეს. მათი თქმით, პროფესიონალი ფასებს დაბლა ხელოვნურად წევს, რათა კლიენტები ამ გზით მიიზიდოს. ცენტრალური ავტოსადგურის დირექტორი კი ამბობს, რომ ახალი შპს პროფესიონალის მძღოლები არაპროფესიონალები არიან. შესაბამისი სამედიცინო შემოწმებას არ გადიან, ამით კი მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. ამ პატარა იმაში ქალაქში 5 სადგური გასო ეს რა უბედურობა არის? აი მაგას ვაპროტესტებ. მე მივდივარ 7 საათზე. გრაფიკი ხო არის აი 40 წუთი გები და მივდივარ 7 საათზე. მეორე მიდის 11 საათზე. ამ 11 საათზე სანამ გავიდეს 40 წუთში. მაგათ ერთი 7 მანქანა მიდის, საიდან მიდის გაცმა არ იცის. უკვე დამხჭალი ვარ. დამხჭა ესე აღარ შეიძლება, ჩვენი არსებობა აღარ შეიძლება. ფიზიკურად. всё გავნადგურდეთ უკვე. საბურავ ჩვენ ვეღარ ვყიდულობთ საწვავზე. მარტო ვნატრობთ ერთი საწვავის ფული ჩავიღოთ, საწვავასა და როგორ მივიყვანოთ ბოლომდე. ისინი როგორ მუშაობენ? გაზის მანქანები ყავთ. იგივე სიტუაცია. ჩვენთან ერთი გაზის მანქანა არ არის. ჩვენ 100 ლარის ნიმენშე 100 ლარი 80 ლარის საწვავის სულ მცირე გვინდა, ჩავიდეთ ჩამოვიდე და 30-40 ლარის გაზით ჩადიან ჩამოდიან. თუ ოფიციალურად აძლევენ რა ქვია უფლებას რომ იფუნქციონიროს სადგურა, მაშინ დააკმაყოფილოს ის პირობები, რაც ავტოსადგურს ფუნქციონირებას ეხება. არ არის. ესე იგი არათანაბარ პირობებში მუშაობთ. რატო? რატო უნდა ვჩაგდოთ? მე ეხლა ეს ფასებიც მინიმალურია. ახალციხის ცენტრალურ სადგურზე შპს ჯეოტივის ტრანსპორტი შედის. კომპანიის დირექტორის თქმით, კონკურენცია არაჯანსაღია, ამასთანავე პროფესიონალს მრავალი დარღვევა აქვს. მიუხედავად ამისა, ახალი სადგური ფუნქციონირებას მაინც აგრძელებს. ამიტომ ნუგზარ მამუკაშვილი ვარაუდობს, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვიღაც მფარველობს. Რაღაცებში მაინც არის რომ მართლა ვიღაცა ფარავს, იმიტომ რომ ამდენ უკანონობას საპატრულო პოლიციის მაგალითად ქალაქის მერიამ გამოუყო თუ არ გამოუყო და ბაქნების ის ჩადგა, რა ქვია, ტრაფარეტი, მაშინ რატო არ მოახსნებინა? ავტოსადგური რო გააყურინეს, რატო არ მოახსნებინეს? ახალციხის ცენტრალურ სადგურზე გამართულ აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მერის მოადგილე სიტუაციას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს ახალი სადგურის ფუნქციონირება აკრძალოს. ზაზა გელაძის თქმით, შესაბამის ორგანოებიდან მერიას აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაწესებულებას მუშაობის უფლება აქვს. რაც შეეხება ბრალდებას მაღალჩინოსნის მიერ შპს პროფესიონალის მფარველობის შესახებ, ამას ზაზა გელაძე კატეგორიულად უარყოფს. სამჯერ მივწერეთ საგზაო დეპარტამენტს, გთხოვთ, ვითხრათ, არის სტანდარტებით ექვემდებარება სტანდარტებს თუ არა, მოგვივიდა წერილი სტანდარტს ექვემდებარება. აი ჩვენ მეტი როგორ უნდა ვქნათ, ჩვენ ვერ ავკრძალავთ ამას რა. ამ საკითხზე იყო მილიონჯერ ლაპარაკი. აირყვა რომ არავინ არ ფარველობს და არავინ არაფერს არ შეება ჩვენ რეგიონში. ცენტრალური სადგურის თანამშრომელთა ბრალდებები მიუღებელია შპს პროფესიონალის თანამშრომელთათვის. კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, ახალი სადგური ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც მესამე კატეგორიის ავტოსადგურს უნდა ჰქონდეს. აშოტ ფადარაშვილი იმასაც ამბობს, რომ შპს პროფესიონალი ავტოსაგზაო დეპარტამენტმა პრობლემების გამო დააჯარიმა, თუმცა თანხის გადახდის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. მისივე თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც ახალი სადგური კანონის სრული დაცვით მუშაობს. ჩვენ დროებით ვიმყოფებით ამ სადგურში. აქირაები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვაშენებთ სადგურს მაღალ დონეზე, ევროსტანდარტებს, რომელიც შეეფერება, განაცხადეთ. ამიტომ არც ერთი მგზავრს ჯერ არ გაგვიგია, რომ აქ პრეტენზია ვიღაცას წამოეყენებინოს და რა ხდება ახლა იმ დაბლა სადგურში, ჩვენ არ ვიცით. აქცია ახალციხის ცენტრალურ სადგურზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემდეგ კი მძღოლებმა და დაწესებულების თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ახალციხის მერის მოადგილე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ 6 ივლისს მათ საშუალება ეკნებათ ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და პრობლემების მოგვარების გზებიც დაისახოს.